თელავში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. ქალაქში რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად აგებენ ასფალტის საფარს, მათ შორის არის კავკასიონის ქუჩა. პროექტის ფარგლებში რამდენიმე 100 მეტრზე მოეწყობა ასფალტის ორფენიანი საფარი. უკვე შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო გარე განათების ახალი სისტემა და ორმხრივი ტროტუარი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით თელავში, კავკასიონის ქუჩაზე, რომელიც წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულ უბანს. ამჟამად მიმდინარეობს კავკასიონის ქუჩის ქვედა მონაკვეთის დაახლოებით 500 მეტრიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია და რეაბილიტაციის ფარგლებში შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაცია, მოეწყო საფეხმავლო ბილიკი და მთლიანი ქუჩის მონაკვეთზე დაახლოებით კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყო სრულიად ახალი განათება. პროექტი ხორციელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტის ფონდის თანადაფინანსებით და საერთო ჯამში მოიცავს 828,000 ლარს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გასული წლის განმავლობაში მიმდებარედ კავკასიონის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ყველა კორპუსში სრულიად რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილი იქნა ყველა კორპუსის ეზო.